ახალ მოახლოებასთან ერთად ქალაქის მსგავსი ქვები სულ უფრო ხშირად. მსგავსი ასაფეთქებელი საშუალებების აკადემიის ძირითადად შეეციან შემოდის ნებისმიერი ასაკის სრულებისთვის ადვილად ხელმისაწვდომია. გამეთანხმებით ალბათ ეგრეთ წოდებული ასაფეთქებელი პეტარდების მოულოდნელი აფეთქებისას ადამიანს შიშთან ერთად გარკვეულწილად უსიამოვნების განცდაც ეუფლება. და თუ ისვენებ არასწორად გამოიყენა შეიძლება მძიმე შედეგის დარგეს. გამარჯობათ. მე მაინტერესებს თქვენი დამოკიდებულება აი ესეთი სახის საახალწლო ასაფეთქებლებთან დაკავშირებით. ძალიან ცუდი დამოკიდებულება მაქვს. სულ მუდმივად გული მისკდება, როგორც კი გავიგებ ამის ხმას. და საერთოდ ეს არის ძალიან საშინელება, იმიტომ რომ მე ექიმი ვარ და ვიცი, რას ნიშნავს აი ესეთი სტრესი თითოეული ადამიანისთვის, როცა არ ელოდები და ამის ხმა უცხოდ გესმის. ეს არ არის გამომხატველი რაღაც აი დღესასწაულთან ნამდვილად არ ასოცირდება. ეს ასოცირდება რაღაცა აგრესიასთან და სიბოროტესთან. ეს თქო ძალიან ესეთია, კარნავალისთვის საჭირო ელემენტია თითქოს. რაღაც დღესასწაულისთვის მით უმეტეს ახალი წელი როცაა, მაგრამ მეორე მხრივოდაც რაღაც ელფერს ღებულობს რაღაც ხულიგნობის. რა თქმა უნდა უარყოფითი. ჯერ საშიშია ბავშვებისთვის და ახლა ამ დაძაბულ ვითარებაში მე მგონი უფროსებისთვისაც საშიშია. პირველად ჩემს არის აბსოლუტურად მიუღებელი. იმიტომ რომ ყოველთვის ხნის დისკომფორტს. ძალიან უარყოფითი, მკვეთრად უარყოფითი, ძალიან საშიშია და უნდა მოეძებნონ. მშობლებმა უნდა იზრუნონ ამაზე, რომ ბავშვებმა ასე არ იცექონ. ჩემთვის უარყოფითია და ამ ახალგაზრდებისთვის ალბათ უფრო დადებითი ისექნება. ახალი წლის დღისთვის კი მაგრამ ახალწლამდე არა, იმიტომ რომ ხალხს ეძახებს. მაგრამ ეშინია და არ მომწონს, სრულად არ მომწონს და დაუშვებელია ამის გაყიდვა ბავშვებში. და დიდი ისედაც არ იყენებს. არ მომწონს, იმიტომ რომ ხალხი გამოყავს ყოველებიდან ნერვებს უშლის. ნეგატიური ნამდვილად. იმდენად რამდენადაც ჯერ საშიშია და მე იწვევს არაცაცრიამოვნო შეგრძნებას. ეს ვინ შემოიტანა ეს არის უსინდისო კაცი. ზარალიზმს არაფერს არ აკეთებს. ესეც ციხეშია რაღაც დაწაჭენ. და აქვე მაინტერესებს რამდენად ხშირად ხსმენიათ, როდესაც ესეთი ასაფეთქებლის გამო ადამიანს სხეულის დაზიანება მიუღია და აქვე მაინტერესებს როგორ ფიქრობთ რამდენად სერიოზული ზიანი შეიძლება ამან მიაყენოს ადამიანს. მე მაგითად მომსწრება, როდესაც ბავშვს ხელე 2 თითი გააცალა და გაუკეთეს ოპერაცია სასწრაფო. ამდენად ნამდვილად საზიანოა მოზარდისთვის და უფროსისთვის. ძალიან ბევრი სმენია, რა თქმა უნდა, რომ აი დაშავებულან კიდეც. სკოლაში მით უმეტეს. ცხენზე იჯდა პატარა ბავშვი, ზუსტად მახსოვს და ვიღაცამ ააფეთქა ეს ასაფეთქებელი, ცხენი გაიქცა, ბავშვი გადმოვარდა და პატარა ბავშვი დაიღუპა. აი მოხმარების დროს რომ არ აფეთქებულა, გვიან აფეთქებულა და როცა არელიან, აი მაშინ უფრო არის ესეთი მძიმე შედეგები და ვერჯერ ვიცი ხმაურთან დაკავშირებით უფროს ადამიანებს მოსვლიათ ძალიან ჯანმრთელობისთვის საშიში დაზიანებები. საკმაოდ ხშირად სვენი ხარ, თვითონ არასდროს არ მინახავს, მაგრამ სვენია კი. თვითონ ბავშვები გონიათ გააფეთქე და მიდიან ახლოს და იზიანებენ ანხელს ამფერ. ხშირად თვალი დაზიანებია ბავშვს ან თითი და ახალწლოვს ყოველთვის ძალიან ბევრი ყოფილა მაგის გამო უარ ეს უბედური შემთხვევა. დიახ, ჩემს სამეზობლოში ბავშვი ხელი დაწვია, სახე დაწვია. ძალიან ბევრი შემთხვევა იყო, რომ ბავშვები დაზიანდნენ, აი ზოგს თვალში მოხდა, ზოგს ხელი დაეწყო. ერთხელ გოწმე გავხდი მეტროში, მოხუც ხალს გაუგდო პირდაპირ ფეხებთან და ძალიან ცუდად გახდა ის ხალი. ძალიან ბევრი შემთხვევები არის, ასევე ზოგს თვალი უზიანდება, ზოგს ხელი. ანესთეზიოლოგი ვარ და ხშირად ამაქვს შეხება. ახალი პირადად ძირითადად სასწრაფო ოპერაციები კეთდება ამ ასაფეთქებლების გამო. 12 წლის ბავშვი, რომელმაც ისროლა ესეთი რაღაცა ფანჯარას მოხვდა ის უკან დაბრუნდა და ბავშვისგან გული გაუსკდა. როგორ ფიქრობთ, აი მსგავსი სახის ასაფეთქებლებთან დაკავშირებით ხოლმე უნდა დაწესდეს რაიმე შეზღუდვები ან გაყიდვასთან იგივე ასაკთან მიმართებაში ან რაიმე სხვა? ვერ ვიტყვი მე, იმიტომ რომ ადრე იყო შემთხვევები, როცა ეს არ იყო, თოფს იყენებდნენ და თოფის ახალ წელს იყო უბედური შემთხვევა თოფი. მე მგონი არ უნდა იყიდებოდეს. თვითონ ძალიან დიდი დანაშაულია აი ასეთი ასაფეთქებლების ქუჩაში აფეთქება და ასე შემდეგ. უნდა იყოს განსაკუთრებული ინსტრუქცია მითითებული, ვის შეუძლია იყიდოს. უნდა იყოს ამ მხრივ უწოდა განათლებით სახით კიდე გაკეთებული. საერთოდ აიკრძალოს გაყიდვა. ვინც ყიდის, შეიზღუდოს. მე მგონი ჯობია რომ ასაკობრივი შეზღუდვა დაწესდეს. მე ვერ გასაზღვრო, მაგრამ ეს პატარა ბავშვებს არ უნდა გქონდეთ ესეთი. აი ბოლო პირას გამოუშვა მთელი 2 თვით ადრე იქნება. და უცოტა ესეთი პატარა ბავშვებისთვის არ გაიყიდება, ცოტა იმას უფრო იციან. მე როგორც მოხალხე ვამბობ რომ
მე მგონი უნდა აიგზავნოს. მიღებული ასაკს მნიშვნელობა არ აქვს, ესეთი რაღაცები უნდა აიკრძალოს ასაკად. თუ შესაძლებელია საერთოდ არ უნდა გაიყიდოს ესეთი რაღაცები. შეზღუდვები ნამდვილად შეიძლება დაწესდეს, უბრალოდ შეიძლება აიკრძალოს და არ გაუშვან სავაჭრო ქსელებში. ახალი წლის ფეიერვერკის შეხვედრა ერთგვარი ტრადიციაა და ამ მხრივ გამონაკლისი ვერც ჩვენი ქვეყანა იქნება. თუმცა ეგრეთ წოდებული მცირე ზომის ასაფეთქებელი პეტარდებით თამაში და გართობა რომ საზიანო და სახიფათოა, ამას ჩვენი სტატისტიკაც მეტყველებს. მცირე ზომის სახელმწიფო ფეთქებადი პეტარდებით თამაშისას სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებებზე სასწრაფო სამედიცინო დახმარება გასულ წელს 200-მდე მოზარდს დასჭირდა. ბავშვებში ყველაზე ხშირად თვალის არეში მიღებული მძიმე ტრავმები ფიქსირდება, რის შემდეგაც მხედველობის ნაწილობრივ აღსადგენად ქირურგიული ჩარევა ხდება საჭირო. სახელმწიფო პეტარდებით თამაშისას დეკემბრიდან იანვრის ბოლომდე ასევე ხშირად ფიქსირდება ხელის მტევნის დაზიანება, რომელიც გარკვეულ შემთხვევაში თითების ამპუტაციითაც სრულდება. სახელმწიფო ასაფეთქებლებით გამოწვეული მოულოდნელი შიშის შედეგად რამდენიმე შემთხვევა ადამიანის სიკვდილითაც დასრულდა. მსგავსი ფეთქებადი პეტარდების შედეგად საქართველოში გასულ წელს კიდევ 2 მოზარდი გარდაიცვალა.